სტაბილური წყალმომარაგება რთულ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული და მუდმივ განახლებასა და კონტროლს მოითხოვს. გაზრდილი დატვირთვა და მოძველებული ქსელები პრევენციულ მონიტორინგსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, ავარიების რისკის შესამცირებლად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. კომპანია GVP წელს წყალმომარაგების სისტემის განახლებას განაგრძობს. სამუშაოები მოიცავს ქალაქის შიდა ქსელებს და მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებს სასმელი წყლით ამარაგებს. უკვე დასრულებულია 400 კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენის მდგომარეობისა და რისკების შეფასება. დამონტაჟებულია 30 ჰიდროფონიც, რომელიც შესაძლო დაზიანებების შესახებ წინასწარ შეტყობინებას უზრუნველყოფს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რის ფარგლებშიც სხვადასხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად უზრუნველყოფთ მოძველებული მილსადენების ახლით ჩანაცვლებას. ამ მიმართულებით ჩვენ მიმდინარე წელს 135 სხვადასხვა პროექტი განვახორციელებთ, რის ფარგლებშიც შეიცვალა როგორც მაგისტრალური, ასევე გამანაწილებელი ქსელები და სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციასთან ერთად ასევე უზრუნველყავით წყალარინების მილების განახლებაც. წელს კომპანიამ 135 პროექტი დაასრულა, 105 კი შესრულების ეტაპზეა, მათ შორის თბილისში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აწყურის, ალექსიძის და ევდოშვილის ქუჩების წყალმომარაგების სისტემას, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე დასრულებულია რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. ღრმაღელესა და სამგორში განახლდა სატუმბე და გამწმენდი ინფრასტრუქტურა. დედაქალაქში ამჟამად მიმდინარეობს ბახტრიონის სატუმბე სადგურის განახლება, ასევე ინოვაციების, საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია. ცხეთაში სრულად განახლდა აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენი, რაც შეეხება რუსთავს. უკვე დასრულებულია ხრამის მაგისტრალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის განახლება და მეორე სატუმბის სადგურის რეაბილიტაცია. ამჟამად კი ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ მოძველებულ ინფრასტრუქტურას ვაახლებთ, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა დაუნერგოთ ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც დაკავშირებული არის თანამედროვე ტექნოლოგიების იმპლემენტაციასთან და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასთან. გამოყოფდით წნევების რეგულირებასთან დაკავშირებულ პროექტებს, რის ფარგლებშიც მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავამონტაჟეთ 15 ერთეული სპეციალური მოწყობილობა დანადგარი, რომელმაც უზრუნველყო ჯამურად 171 კილომეტრ ქსელში წნევების სტაბილიზება. აღნიშნულ ქსელზე კი ჯამურად დაერთებულია 65,000 მომხმარებელი. პროექტის დანერგვამდე ჩვენ ამ ქსელებზე ჰქონდა გარკვეული ტიპის დაზიანებები და წყვეტები, რომლებიც შემცირდა 35%-ით, ხოლო დანაკარგების რიცხვი შემცირდა დაახლოებით 33%-ით. ყოველი აღნიშნული კი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი არსებული აქტივები მაქსიმალური ეფექტიანობით გამოვიყენოთ და გავახანგრძლივოთ მათი საექსპლუატაციო ვადა, ამავდროულად მომხმარებლებს შეთავაზოთ უკეთესი სერვისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ წნევის რეგულირების შედეგად შემცირდა ქსელის დაზიანებები და წყლის დანაკარგები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი სამგორის არეალში. ნაძალადევში წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოები კი გაგრძელდება გლდანი ნაძალადევისა და ვაკე საბურთალოს რაიონებში.